კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მერვე რეგიონულ კონფერენციას სიღნაღმა უმასპინძლა. შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო, რომელმაც მშვიდობის მნიშვნელობასა და სამშობლოს განსაკუთრებულ განცდაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს აუცილებლად იქნება წელში გამართული ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ორგანიზაციის ბორდის წევრებთან დისკუსიის რეჟიმში საკუთარი იდეები გაეჟღერებინათ და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ემსჯელათ. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს. რეგიონული დისკუსიების შედეგად გამოკვეთილი ძირითადი საკითხები კი თბილისში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდება. ცოტნეს ან მაქვს შეკითხვა, ახალგაზრდები ამბობენ, რომ უნდათ ქვეყნიდან წასვლა. არა იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ აქ ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და შესაძლებლობებს. მინდა ესე რომ ვთქვათ, мотиваცია მოგცეთ და რატომ ფიქრობთ, რომ აქ უნდა დავრჩეთ ახალგაზრდები? მადლობა დიდი. მოგესალმებით, მადლობა შეკითხვისთვის და მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ამ აზრის გაჟღერებისთვის. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, მსგავსი გამოწვევები, დილემა. მე მგონი ქართველებს ზოგადად გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის ფესვები და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარიცრებლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სხვა შორის სიმბოლური არის, რომ თვითონ სიტყვა სამშობლოც სხვა არც ერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა. რაც ყოველ შემთხვევაში ინგლისურად, ფრანგულად, არ მოძდევს იგივენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა სამშობლოში ჩანს, ეს პირდაპირი კავშირი სიტყვა მშობელთან. კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად, დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. მაგრამ მაგალითად დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური კუთხით, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს, ეცდება რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე რომ მივახცევთ იმას, რომ საქართველოს იყოს ძალიან კაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით არ არსებობდეს ის მომენტი, ის წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ აღწერეთ და ახსენით. რა თქმა უნდა, დროს სჭირდება ბევრ რამეს, დროს სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტალური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადად თუ რამე შემიძლია რომ თქვენ იდეებთან, პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ ყველა კარგი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ. მადლობა დიდი. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მაგრა დაუღნიშნავ კახელების განსაკუთრებულ აქტიურობას იმ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო და იმასაც დავამატებ, რომ უმეტესად ხაზი იყო გასმული ახალგაზრდული სივრცეების არქონაზე და მე ადრეს აღვნიშნე და ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერზე მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, საკითხები რაც მათი მხრიდან იყო დასმული, აუცილებლად იქნება ხორცშესხმული და ეტაპობრივად მოგვარებული. მადლობა მათ ისევ და ისევ ამ ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის მათი ჩართულობა, მათი აქტიურობა საომავლოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. დღევანდელი შეხვედრა კახეთში გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის უნდა არსებობდეს გრძელვადიანი დიალოგი, რათა კიდევ უფრო მეტად განმოვითაროთ ჩვენი სახელმწიფო და კონკრეტულად ჩვენი რეგიონები. ძირითადად გამოწვევად ახალგაზრდებში ისევ რჩება ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი რესურსი ჰქონდეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვაში და მათ შორის თვითმმართველობების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტები იყოს ათვისებული ახალგაზრდული პროექტებით. შესაბამისად, აუცილებლად დავამუშავებთ ამ საჭიროებას. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ გახდა იმის ნათელი მაგალითი, რომ ახალგაზრდებთან ღია კომუნიკაცია, გულწრფელი
საუბრები არის რეალური პრობლემების დანახვის შესაძლებლობა. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით აქტიური იყო, ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ ბარიერებზე, გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. შეხვედრა წარმატებულად ჩაიარა იმ შეხვედრებთან ერთად, რა შეხვედრებიც აქამდე განხორციელდა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონალური კონფერენციების ფარგლებში. დადგა რამოდენიმე საკითხი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების, დახვეწის და ახალგაზრდული სივრცეების შექმნის შესახებ, რაც რა თქმა უნდა ექვემდებარება მოგვარებას და მაქსიმალურად ეფექტურად იქნება ჩართულობა სახელმწიფო გუნდის მხრიდან. ჩემთვის აქ დასწრება იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გავიგო რა ხდება, რა პროექტები იგეგმება რაიონებში, რადგან არ მივიღოთ დიდი ქალაქების რაღაცა ქაოტური შიდა მიგრაცია, ასე ვთქვათ და მიეცეს პოტენციალი ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ და განვითარდნენ იმ ქალაქებში და იმ რაიონებში, სადაც დაიბადნენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგები იქნება მომავალში. ვფიქრობ, რომ ზოგადად ყველა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეხლა მთლიანად თუ რაღაც ნაწილობრივად პოლიტიკაში. ესეც არის პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკა არის ჩვენი მომავალი, მით უმეტეს ახალგაზრდების მომავალია და ძალიან საინტერესო კითხვები იყო დასმული, რელევანტური პასუხებიც იყო, მეც მომეცა იმის საშუალება, რომ დამეცვა ორი კითხვა, მივიღე მომწურავი პასუხი, ძალიან ისეთი დადებითი და მოკლედ არ ვიცი, ძალიან ისე კმაყოფილი ვარ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს კონფერენციიდან მიმართა და მის ბრალდებებს უპასუხა. როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, მანაგაძე სიღნაღში კონფერენციაზე მიიწვია, თუმცა ის შეხვედრაზე არ მივიდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღვივებას დეზინფორმაციით ცდილობს. შოშიაშვილის თქმით, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია და სახელისუფლებო გუნდი აქტიურად იბრძვის ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელოვნური დაყოფის წინააღმდეგ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც გადამხდა ცოტა ხნის წინ. წინა შეხვედრის შემდეგ ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის შემდეგ თან მინდა რომ კარგად შეხედოთ აი ამ ამბავს. ეს არის კომენტარი ნიკო მანაგაძის მხრიდან. ვინ არის ნიკო მანაგაძე? ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. მან ბრალი დაგვდო და დაგვადანაშაულა იმაში, ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ დახურული პარტიული შეკრებაა. რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დავუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დაუპატიჟე აქ დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს აქ ბატონ ნიკო მანაგაძეს მგონი ვერ ვხედავთ, ხო? ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის ის, რომ ადამიანი, რომელიც უნდა პოზიციონირებდეს და ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს ხვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდგომ შეხვედრაზე რაჭაში, რომლის დროც და თარიღით რა თქმა უნდა გასაჯაროვდება, როგორც ყველა შეხვედრის აქამდე შემდგომ და ვეცდებით, რომ შევიდეთ მასთან დისკუსიაში, მიუხედავად მისი განსხვავებული აზრისა და მცდელობისა კიდევ ერთხელ ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ, როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდი აქტიურად ვებრძვით. მადლობა დიდი. ჯაშუშობისთვის კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად სისტემატურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. გამოძიებით დადგინდა,
რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტულ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების შესაბამისად სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაშიფრის სხვადასხვა მეთოდით. გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულბაათ ხრცხილაძე დააკავა, რომელიც ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. უწყების ცნობით დაკავებული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. გამოძიების ინფორმაციითვე ცხილაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ჰქონდა კონსპირაციული კონტაქტები, ხოლო შეხვედრები როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმართებოდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
26 მაისის აქციის შემდეგ დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. ერთმანეთს ამჯერად მელია სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. სადაც სააკაშვილია იქ ქვეყნის ინტერესები არ არის, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესებია. ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს მისი ყოფილი თანაგუნდელი ნიკა მელია და საბატიმროდან ვრცელ წერილს აქვეყნებს. მელია ექს-პრეზიდენტს ცილის წამებაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი 2021 წელს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზეც საუბრობს და ოპოზიციური ერთობის ჩამოშლა სწორედ ექს-პრეზიდენტის ეჭვიანობას უკავშირებს. მშარდებულ სააკაშვილზე საუბრისას მელია ღიად ამბობს, რომ ზურგში დანის ჩარტყმაში სააკაშვილი უკვე გამოცდილი ჰყავს. ნაცმოძრაობაში მელიას ბრალდებებს ბოდვას უწოდებენ, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციური ალიანსის რიგებში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ ქართულ ოცნებაში. სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული ცილის მწამებლური წერილი გავრცელებია. მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხის სახლებში გაუშვაო. ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს. სააკაშვილისგან განსხვავებით საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში 7 ჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკივ თქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გაგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა. 5 წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი. ის ვივამეთში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა ის ჩემ ადგილზე 100 ჯერ მოყვებოდა. თუმცა კი როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ეს არის სრული ბოდვა, პირდაპირ გეუბნებით და ტყუილი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჩამოიყვანა საქართველოს სიყვარულმა და არა პარტიაში მელიასთან კონკურენცია. ნუ აი ეს როგორი ბოდვაა, იცით რომ აი რა გითხრათ ახლა რომ ინტერესების თანხმობა როცა არ არის გაერთიანებაში ყოველთვის არის დაპირისპირება, ხომ და ეხლა ნა მელია იქნება, სააკაშვილი იქნება, გირში იქნება, ლელო იქნება, თუ აბსოლუტურად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ესენი საერთო ენას ვერაზრს ვერ ნახავენ, იმიტომ რომ ინტერესებიც განსხვავებული აქვს. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მელია და სააკაშვილი არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. სააკაშვილი რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის სალსახა. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ თვითონ და მისი პარტია უნდა იყოს ფლაგმანი და სანამ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა იქნება ფლაგმანი ოპოზიციური, ესე ვთქვათ, გაერთიანების მუდმივ რეჟიმში იქნება დაპირისპირება მათ შორის. ყოველთვის ვამბობთ, რომ ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ სკამებისთვის და პოლიტიკური თანამდებობებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ეს ეგრეთ წოდებული ალიანსი შემოიგრიბოს მის ირგვლივ და ყველას მათ შორის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ რაღაც ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ რაღაცებს თვითონ დამოუკიდებლად მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად შეძლებდნენ, გაახსენა კიდევ ერთხელ მათ, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცალკეული ჯგუფების მხრიდან საკითხით სპეკულირება გრძელდება. სახელმწიფოს მყისიერი რეაგირების მიუხედავად ოპოზიცია ცდილობს ფაქტის სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინოს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობაა. მართულ გუნდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მათი ხელისუფლების დროს მომხდარ მძიმე დანაშაულებებს ახსენებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დაკავების ფაქტიც კი სხვანაირად წარმოეჩინათ საზოგადოებისთვის. ახლა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას მორალური უფლება არ აქვს მსგავს ფაქტებზე ისაუბროს, მაშინ ვერცერთ გადაწყვეტილებას მსგავს ვერ გამახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაული პოლიციელი იქნა მიცემული პასუხისგებაში. ხო, ვერც ერთზე აქედან გამომდინარე საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და აანალიზებს ის, რომ სახელმწიფო დღეს და პოლიცია და ზოგადად საგამოძიებო უწყება მოწოდების სიმაღლეზე ზუსტად ამ ფაქტმაც და ამ რეაგირებამაც ერთხელ კიდევ ხაზი გაუსვა ამ ყველაფერს. იმისათვის რომ რაიმე ფაქტი ჩაითვალოს სისტემურად, ამისათვის აუცილებელია პირველი რომ იყოს ეს სისტემატიური და მეორე ეს იყოს კოორდინირებული. ეს არის ერთეული ფაქტი. ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან საუბარი სისტემურ დანაშაულზე უბრალოდ პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალია, იმდენადაც ნაციონალური მოძრაობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები
ბრალდებულები არიან, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის მრავალი სისტემური დანაშაულის ჩადენაში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ დააბრალონ ქართული ოცნების ხელისუფლებას სისტემურობა, უბრალოდ საზოგადო სისტემური ძალადობა, უბრალოდ საზოგადოებისთვის სასაცილოა. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რიგით მე-6 რეგიონული ოფისი ამჯერად თელავში გახსნა. ოფიციალური ღონისძიება ბატონის ციხის ეზოში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრეს. ყურადღება გამოხლდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ეს კვლავ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი მშვიდობა, დასაცავი და ამისათვის ჩვენ გვესახება ყველაზე ხელშესახებ ალტერნატივად, ყველაზე მეტ უფრო ხელშესახებ გარანტიად სწორედ ნეიტრალური სტატუსი ჩვენი ქვეყნისა. დღეს კახეთს აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი და სამწუხაროდ დღეს არ არის გამოყენებული სრულად ეს ეკონომიკური პოტენციალი და ამისათვის აუცილებელია რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდეს, სწორი აგრარული პოლიტიკა გქონდეს, ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა არ იმართებოდეს ევროდირექტივების მიხედვით. ჩვენ წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება რომ გქონდეთ მოსახლეობასთან მუდმივი შეხვედრები, სადაც იქნება უფრო მეტი პედალირება ნეიტრალური სტატუსის შესახებ, მეტი ინფორმირება ადამიანების და რაც ყველაზე მთავარია, ნელ-ნელა ვიწყებთ ყველა რეგიონში მზადებას იმისათვის, რომ 2028 წლის არჩევნებისათვის კარგ ფორმაში ვიყოთ, ინფორმაციაში და შესაბამის კონდიციაში, რომ ღირსეული ადგილი დავიკავოთ უკვე ხელისუფლებაში იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გახდეს ნეიტრალური და გამოვიდეს ეგრეთ წოდებული ევროატლანტიკური ილუზიებიდან და შანტაჟიდან, რომელიც კარგს არაფერს მოუწევს ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია რომ ხალხამდე მივიდეთ, თითოეული ადამიანის გასაჭირი გავაანალიზოთ და მივიტანოთ ჩვენი პარტიის კონცეფცია და აზრები და მოხდეს ერთად შეკრა ამ ყველაფერს. მივიტანოთ ხალხამდე ჩვენი სურვილი და არსი რაც გვინდა რომ ქვეყანა ბოლოს დადგეს იმ გზაზე, რასაც თქვია ნეიტრალიტეტი. ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი ლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი სამინისტროსთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ჯანდაცვის სისტემაში და იმავდროულად ამ ყველაფრის განხორციელება რეგიონებში. განსაკუთრებულად საინტერესოა ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ამჟამად ბათუმში და რომლის მიზანია, რომ ძალიან მძლავრი, დიდი დაწესებულება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება ჩამოყალიბდეს მაღალი დონის ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და იმავდროულად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული. ხორციელდება მეორე პროექტი, რომელიც უკავშირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ქალაქის ცენტრში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი რეაგირებისთვის არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამართვა, სერვისების გაუმჯობესება და ზუსტად ამ კუთხით დღეს აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტურად ერთ მთლიან დაუფიქსირებულ კომპლექსად შენდება დამატებითი 3 სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის სასწრაფო დახმარების გადაუდებელი ცენტრის შენობა, ასევე ბათუმის პირველი პოლიკლინიკა და ბოლო ეტაპზე იქნება ბავშვთა პედიატრიული ცენტრის დასრულება. ეს პროექტები უკვე აქტიურ ფაზაში არის. დღეს ფაქტურად ხედავთ ჩვენ, რომ სამუშაოები მიდის ბოლოსკენ
წლის ბოლოს ეტაპობრივად წლის ბოლოდან დაიწყება ამ ობიექტების ჩაბარება. რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდება აღჭურვა. რა თქმა უნდა, პირველი პოლიკლინიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამბულატორიულ დაწესებულებებს შორის ჩვენი რეგიონის დონეზე ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლისათვის ღირსეული გარემო შექმნა და თითოეული მოქალაქისათვის ღირსეული პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული ყველა სერვისის მიწოდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით კონკურსის ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი თითქმის 300 ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. კონკურსში მონაწილეობდნენ 10-დან 17 წლის ჩათვლით მოზარდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აღნიშნებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები. პროექტი ჩემი თვალი დანახული აფხაზეთი წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა თავიანთი ხედვით, თავიანთი ემოციებით წარმოადგინეს აფხაზეთი. შემოვიდა ძალიან ბევრი ნამუშევარი და მინდა აღვნიშნო, რომ ორი მონაწილის ნამუშევარი შევა ქართული ენის სახელმძღვანელოში, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. საოცარი ნამუშევრები ვნახეთ, ჩემ თვალწინ დადგა მათი ბებიების და ბაბუების მრავალ წლიანი ცრემლები, მოთხრობები, ლეგენდები, რომელიც გადაეცათ მათ და ეს მადლი გადავიდა ნამდვილად მათზე. მე დღეს ნამდვილად დავინახე ბავშვების თვალით ის სამყარო, რომელიც ყველაზე მართალი და ნამდვილი არის და თქვენ რომ ნახოთ, როგორი დასათაურებები აქვს ამ შესანიშნავ ნამუშევრებს, ნამდვილად ტანში ჟრუანტელი დაგივლით და გაგიჩნდებათ კიდევ ერთხელ იმედი, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთელებსაც და დავიბრუნებთ აფხაზეთს. დედასახში გვიყვება აფხაზეთის შესახებ ძალიან ბევრ რაღაცას. კონკურსში მონაწილეობა მივიღე, იმიტომ რომ მეგონა რომ ძალიან გამომივიდო და ჩემი ფანტაზიით. დღის მთავარ სიახლეებს უფრო ვრცლად მთავარ გამოშვებაში 7 საათზე შევაჯამებთ დროებით.